ხოი დამანებე რა. ეხა მამა გამამძიებელი და ყველაფერს და თათია მოდი არ ვიცი რა არის? შენ ხო მაგარი შურიანი ხარ რა? რა შურიანი? და ჩემი კეთილდღეობა მაგარი შენ კარგი მინდა ვერ ხტები? მოდი აქ ეხა დაჯექი და ყველაფერს დაწერ. გამამძიებელი მოვა და ყველაფერს დაწერ. პროსტა შენ სახეს შეხედე რას გავხარ პროსტა რა ჩალურჯებული გაქვს სახე. არა გოგო გადაირიე რა ჩალურჯებული მაქვს. ძალიან მეტყობა? კი გეტყობა თათია. გოგო თვალში რაღაც ჩამივარდა და გიგა მუშტით ამომიღო რა. ცემა რა. არა რა ცემა, შენ ვერ ხარ ხო იცი ცოტა რა ცემა გოგო. აბა რა არის, რას გავხარ? გაციებული ვიყავი და დამიტოვა. აი ეხაც მასრუტუნებს. შენ გამაგიჟე, პროსტა ეხა მოვა გამომძიებელი, ყველაფერს დაწერ საერთოდ და მაგიგასთან დაამთავრებ. ვაფშე მაგარი ბოღმიანი ხარ რა და იცოდე ერთი რომ გიგას ძალიან უყვარვა რა. ისე უყვარო რომ სექსი შემომთავაზა. რა სექსი გოგო გადავ რას გავხარ შეხედე შენ და ეგრე როგორ შემოგთავაზა. გოგო ნაცემზე შემომთავაზა და არ მეყვარები? შეჩვენი ხო? მაშინ ხო მაგრა დუყარ ხარ უეჭველი. შენ პატაროს პროსტა რა. დაჯექი ხა დროზე. და გაგიგო უარი თქვა. აუ არ ვიცი რა. იმედია მალე მოვა ეხა გამომძიებელი. თან ძალიან გინდა რომ ჩავსვა, მაგრამ არ ჩავსვავ რა, რო იცოდე რა. იმიტომ რომ ეხლა კიდე სხვასთან გააბი, რომ მან დამასთან იმენა დამუღამებული მაქვს. მუშტი როგორც კი წამოვა, ეგრევე უბლოკავ. მოვიდა გამომძიებელი. გამარჯობა. გამარჯობა ბატონო, გამომძიებელი. დაბძანდით. დავაბი იყოს თქვენ გაისაუბრებით ერთმანეთს. თათია. დაჯექი დროზე. დაბძანდით რა ძალიან. კი ბატონო, გამარჯობა. აბა რაშია საქმე მითხარით? ესე იგი, თათია რა გჭირთ თქვენ? მოუყევი ხა შენ თვითონ. მიდი. არაფერი, უბრალოდ ჩემი შეყვარებული ხელს იქნება. ნაცემი ხართ. არა, კი ბატონო. ნაცემი ხართ ხო? როგორც ხვდები? კი ბატონო. ხედავთ. სხვა რაღაცაშია საქმე. უბრალოდ ჩემი შეყვარებული ხელებს იქნებდა და მე თავი შეუშვირე რო არ გაციებული ხო? ესე სიმდება ხო ხშირად და გასაგებია, კარგი. კი ბატონო. ნუ დაიწყეთ მომიყევით მაშინ თავიდან ბოლომდე როგორ იყო, რა ხდება? პირველად გცემათ? კი. ასეთი მსგავსი შემთხვევა იყო? გცემა? კი, არა. არა? არა. მარტო გცემა თუ ჯგუფური თავდასხმა იყო? რაღაცა ის მარტო ნაცემს არ გავს მე მგონი. მე ის ცხოველი იმხელა ჯგუფური კი გამოვიდა. კარგი. სხვა რა მაინტერესებს. გაუპატიურების ცდელობაც. გაუპატიურების ცდელობაც ხო არ ყოფილა? არ გამოვიცხავ. ბატონო? შეიძლება იყო კიდევაც იმიტომ რომ დაბუჟებული ვიყავი და მაგ დროს ვერაფერს ვერ ვგზნო პოლიციელო. გონიზე რომ მოვედი სიგარეტის სუნი იდგა და შეიძლება მომაწევინა კიდევაც. ჩემს ვერ გაიგო. კარგი. გასაგებია თქვენ უნდა დაწეროთ ახლა მოგცემთ საჩვენო და ჩვენ დავიჭერთ თქვენ. ახლა დავიჭეროთ. არ დაიჭიროთ რა გიგას ქალისთვის ხელი არ დაურტყავს რა. ძალიან გთხოვთ არ დაიჭიროთ რა დამნაშავე არ არის. აბა თქვენ ხელი არ დაგარტყათ ახლა ქალს ხელი როგორ დაარტყეს როგორ შეიძლება? მე გავარქავს. დაჯექი და რასაც გეუბნება ის გაიგე, იმიტომ რომ უნდა დაშორდე მაგ გიგას რა. რატო უნდა დაშორდე? ვერ ხვდები, რებს გიკეთეს, ბოლოს რა გაგიკეთა არ გახსოვს? რა გამიკეთა? აი აქ რო თმა ამო გაპუტა არ გახსოვს? შენ ვერ ხარ გოგო? მე მაგ დროს თამაშობდით. უყვარვარ, არ უყვარხარ, უყვარხარ, არ უყვარხარ. მაგას თამაშობდი. მე ბოლო ერთიც არიღე, რომ დარჩა უყვარვარ, ესე გამოვიდა. და ის არ გახსოვს ხო იმის ხელში ღვიძლი რომ ორჯერ გადაინერგე, თვალებში რომ ვეღარ იხედები, რომ ვეღარ სუნთქავ წესერა და გული რო გაწუხებს? ჰა? აუ მაგარი ბოღმა ხარ დამანებე რა. გამოძიებო ძალიან მეტყობა. გაგივლით ერთ-ორ წელიწადში. აგერეს პასტა ფულცელი და დაწერეთ თუ შეიძლება როგორ იყო ყველაფერი და რა იყო. რა დავწერო?
დაიწყე და დაწერეთ, მაგის გამო ის უნდა დაისაჯოს. ახლა ასეთ ადამიანს მოპყრობა როგორ შეიძლება და მოგცევა ადამიანთან, როგორ შეიძლება ასეთ რაღაც. ამის გამო ის დაისჯება აუცილებლად. არანაირი უფლება არ აქვს, რომ გცემთ და შეურაცხყოფას გაყენოთ ფიზიკურ. ბატონო პოლიციელო, არ უნდა დაისაჯოს, იმიტომ რომ ისი არასოდეს არ მიტყავს, რაღაცა საშვი აქვს თეთრი. იმ საშ როგორც კი მაჩვენებს, მე მოსდის, მე მიტყავს და მიტყავს, თორე ისი არა. კარგით. აბა მომიყევით როგორ იყო? რა იყო? დავიწყოთ თავიდან. ნუ როგორ იყო და რა იყო მითხარით? შემოდგომის სუსხიანი დღე იყო. მერე ჩიტები და გიგა ტოძზე ჩამოსხდარიყვნენ. უცებ გიგამ დამინახა. თვალები გაუფართოვდა, ჩემსკენ წამოვიდა, ხელში რაღაცა დიდი მორი აიღო და მწეპა, თხლიშა და მცხლიშა, მზეპა და მზეპა, მერე მზემაც გამოანათა, წამოვდექი ფეხზე. გიგა რა შვენი მეთქი ჩავეხუდე. ისე მთხლიშა და მთხლიშა. გოგო, რა თხლიშა და თხლიშა, რა გწეპა, რანაირად ლაპარაკობ? აუ შევე ხარ იმერელია გოგო, დაბა რანაირად ვილაპარაკებ? წარმოშობებში შენ მაგრად ვერ ერკვევი რა. არა, ნაცემი რო ხარ სერიოზული, ეს გასაგებია და ოდნავ რაღაც თლად თავშიც ვერ ხარ დალაგებული, ჩანახატი რომ მომიყევით აქ. ახსნა განმარტების მაგივრად. ნუ კარგი, სახელ და გვარი მითხარით ამ თქვენი შეურაცხყოფა. გიგლა? გიგატაბიძე. გიგატაბიძე? ძალიან საყვარელი. რა სომის სახელი, სხვათა შორის ეგ ბიჭი ერთი კვირის უკან იყო განყოფილებაში დედამისსაც ანალოგიური პრობლემა ჰქონდა როგორც თქვენ გაქვთ. დიახ. იცი როგორ ვყარვარ? აუ, პროსტა რა, იმენა, შენი შემხედვა, რა, ვაფშე შეყვარებულიც აღარ მინდა რა, შეყვარებული კი ვაფშე ქმარი ხო საერთოდ არ მინდა და კაცების გახსენება აღარ მინდა რა. მასეს ნუ იტყვით რა. აუ, დამანები თავი მე წავედი რა. რა წახვედი, დაწერე. წაგვიყვარს ერთმანეთი ჩვენ, რა რო იცოდე რა. მობძანდით. დაწერ ყველაფერს, გაიგე? მობძანდით. მე რასაც ვერ და. აუ მაგისას. სულხა. მეოთხე ადგილები ეს არის. დიახ. ერთი წუთი მიბძანდით რა თუ შეიძლება. არა, ახლობელი ვარ, მეგობარი ვარ მე. მაშინ შემობძანდით და შემო, დაჟიქით. სულხა, შემო. ეხლა ადილენიაში ჩემფეხით ვერ შემოვალ, შანსი არ არის რა ეხლა და. მაშინ გაბძანდით. ოიცა რაღაცას მოვიფიქრებ. ჩემი ძმა. დიახ, შენ ისა რა ქვია, ხო პოლიციელი ხარ? კი პოლიციელი ვარ. ისა განისკარისტარია? აჰა. რა და ამობდე ყბა? რა გეშიდა თქვენ ახლა? აი ახლა უკვე სხვანაირად ძალით შემომაგდეს და უკვე სხვა ბაზარია რა. როგორ ახარ? აი ბეჯურბონჩი ესე ხდება, შენი ფეხით ვერ შედიხარ. მადლობა სულხა, მოხვედი რა. ჭიგარი ხარ მო. მოიცა ერთით. რა ვახარ? კარგად, შენ? შენ სად გაკოცო ჩემი დედას პიცავანი? აჰა. ნელა ბიჭო. აუ მაგ კარგი გაბძანდით. აუ მაგ. რა ხდება ჩემი დედას პიცავანი? აბა ბატონო რობოტ პოლიციელი ამიცემა რა. რა ხდება და ეს თქვენი მეგობარი არ იცოდა და ნახეთ რა დღეშია. რა დღეში ხარ? მისმა ეგრეთ წოდებულმა შეყარებულმა? ხო? კიდე ნაცემი ხარ? ო, ნაცემი ვარ, იმენა მიმბეგვა რა. მიგბეგვა რა იყო? ქალი ხარ თუ სტეიკი ჩემი დედას პიცავანი? იმენა კანჭია უკვე რა დააღდა ლუდი მიაყოლე რა ჩემი რაღაცა ჩემი დედას. ამას რო უყურებ ჩემი დედას. ჯობია სადმე გადავმალოთ, რატო უნდა გადამალო შენ? იმდენი სისხლი გაქვს, ნადენი და იცი დღეში ხარ ყორნები დაგტრიალებდნენ. ერთი გარეთგელოდება აგერ ჩემი. გამოვიდე. კარგი, ერთი წუთით რა ძალიან ხო დაწნარდით. მეტრებოძა. ესე იგი, თქვენ უნდა დაწეროთ ხალბატონო, თუ საქალბატონე, უნდა დაწეროთ ახსნა-გამარტებით ბარათი, რომ გცემათ თქვენმა ეგრეთ წოდებულმა შეყვარებულმა და ჩვენ მერე დავიჭერთ რა. სად უნდა დავწერო პოლიციელო? სად და კედელზე, სად უნდა დაწეროთ? აი, აქ უნდა დაწეროთ. და როგორ უნდა დავწერო? როგორც იყო, ისე უნდა დაწეროთ. და ფურცელზე უნდა დავწერო? დიახ, ფურცელზე უნდა დაწეროთ. აბზაცის დავიწყოთ. აბზაცი დაიწყე. ომე რა მე დავაწერინე. რა swambo გაუწევლად, კაცო. ხო ამხადეს თავისკენ აღარ. მე დავაწერინე. მე დავაწერინე. შენ დაწერე. რა დუნდუკი ხარ, ჩემი დედას პიცავანი. შენ დაწერე რა. ამ ფურცელზე დავწერო, ხო, ბატონო რობოტ პოლიციელი? ხო, ამ ფურცელზე უნდა დაწერო. განცხადება როგორ დავწერო?
როგორც იყო. როგორც იყო, ხო. როგორც იყო. აბზაცი დავწერო. აბზაცი მომეცი აკაცო, მომეცი, თუ არ იცი, მითხარი და მე დავწერ, როგორაც იყო. ნუ ნერვიულობთ პოლიცია. მითხარით სიმართლე როგორაც იყო ყველაფერი. ისე თავიდან ბოლომდე. შენი სიმართლე იმენა კბილებით უნდა გაიტანო თათქა, სხვანაირად არ გამოვა რა. რომ მოგიწევს გრძილებით გატანა ცოტა ხანში, თო ისეთ დღეში რა. აი რა, პირველ რიგში თქვენი მითხარით რა იყო, როგორ იყო, შემდეგ რამოდენიმე კითხვა თქვენთანაც შენაბია შემიძლია რა. რამოდენიმე კითხვა მექნება თქვენთანაც შემდეგ. რამოდენიმე კითხვა რა პოპულარნი ვარ თუ ჟურნალისტი ხარ, ჩემი დედასპეცა ვარ. კურიოზით ხო არ გავიხსენო, რაც იყო გეუბნებით რა. როგორ არის მაგარი ნაბედი, იმენას ტეიქი. ხოდა მაშინ მითხარით როგორ იყო და მაშინ მე დავწერ. კაროჩი, გეტყვით რა, როგორ პონტი იყო, იცი, გაიცნო გოგო, ჩემი დედასპეცა დაწერეთ. დაწერეთ ჩემი დედასპეცა. კაროჩი, ჩემი დედასპეცა ვარ. დაწერეთ გოგო იმენა. როგორც კი გაიცნო იმ აყლაკმა, ეგრევე ბეთქვა. მერე ჩემი დედასპეცა ვარ, კიდე შეხვდა. მოშუშებული არ იყო, ჩემი დედასპეცა ვარ და ეგრევე გლიჯა ისე, ჩემი დედასპეცა. ამდენი ჩემი დედასპეცა ვარ, რა იყო? ვაფშე რა კერი, იცი? თავში დაწერე ჩემი დედასპეცა ვარ და მერე ხიშტები გააკეთე რა, იგულისხმე. ანდა ვაფშე რა კერი, იცი? ჩემი დედასპეცა ვარ დაწერე. გამრავლებული 10-ზე და მერე ჩვეულებრივად 10-ზე მეტი ჩემი დედასპეცა ვარ არ დაჭირდება რა, ეხლა აფუძეც რა. ბატონო რობოტ პოლიციის. კარგი, გენაცვალე, კარგი დავწერ, გასაგებია. ხო, როგორაც იყო, მე დავწერ. ხო არ ყოფილი ვარ იქ, მაგრამ მე დავწერ. აუ, ჩემი დედასპეცა ვარ, კაროჩე, აი ამას რო უყურებ. კაროჩე, ისეა ნაცემი, ნათრევი, ნაბეგვი, მირტყული, მორწყმული, კაროჩე და გადაჭი ბუჭონული. აღარ ვარ გავაფშე, თო ვერც გავათხოვებ ამას ეკუში. მე რას ფიქრობ, იცი? რას ფიქრობ? ექს რაც არის ესეთი თათქა, ხო, რომ გავყიდო, ცოტა დავამატო და იაპონიდან ახალი ჩამოვაყვანინო. აუ, გადა, მე ვერ შეველები თათკა. იგივეა, პროსტო მარჯვნივ ექნება ცხვირი გადაღუნული რა. აბა რა უკლა ჩემი დედასპეცა. აი ეხლა რა გამართლა დამიდექი გვერდში რა თუ რა გვერდში დაგიდგეთ. კარგით, მოდით. გვერდში დაგიდგები ხელებში ცოტა ხანში. მოაწერე ხელი და თქვენც მოაწერეთ მე ხელი რა. მოვაწერე რა მაჩის ბიუროა ჩემი დედასპეცა. იმიქიკას რას უშვებით ეხლა რა მაინტერესებს თუ დაომტკის და ბრალი რას უშვებით რას ვიზავთ და დავიჭერთ. დაიჭერთ რა დაიჭიტია დაიჭერთ რა რადიო რა ხოძე ვარ დღეს ჩემი დედასპეცა ვარ მოგზავნით. ვაიდიტე ჩემი დედასპეცა ვარ აბა როგორ ახარ თათრაშვილი? აი რომ მოვერეთრე ერთი წუთი გავარჯობოთ ბატონო გამოძიე. აუ, ვერ გხედავ აქ. ერთი წუთი შენი ნერვები არა მაქვს. თათი ორი წუთი გავიდეთ რაღაცას გეტყვი და ორი წუთი გავალდა მოვალ. ორი წუთი ხო? ორი წუთი გავიდეთ. თათია, არსად არ გახო რაღაცას დაჭიქი. გეტყვი. გაახვა. გავიდეთ რაღაცას. ხელი გამიშვი რა. ერთი წუთი თათკა ერთი წუთი რა გამოდი ერთი წუთი რა არა, ორი წუთი შენ გავალ. ბიჭო მომეცმელა ჩემი დედასპეცა ვარ გადაგდე ხავცულებში გაიგე არა მომასხება არ მიმაჭარი რა ცეტალ კლოპკა თორე დედის ერთას უღო იმენა დაგლიჯავს ბიჭო თვალებს ხელში დაგაჭერე შემახვა რომ აი მონოპოლში შენ აბილენაში ვიცი რომ ხელს დამარტყო თორე გარეს ჩავიფსავდი თო კარგი, დაწყებია ერთი წუთი ბატონო პოლიციელო. ერთი წუთი. დავაი ხა ბატონო პოლიციელო ჩემზე რა ხდება თუ შეგიძლია თუ შემოიტანა საჩივარი ამ ქალბატონმა, მაშინ დაიჯდებით თუ არა? გიგი, რაღაც ადმინისტრაციულ საჯელი ალბათ 100 ლარი გეკნებათ გადასახდელი და ხან არ გადასახდელი. ხო, დიახ, ბატონო, 100 ლარი. მაშინ აი აგერ გამომართვით 200 ლარი ჩემი. ეს 200 ლარი. ეს 200 ლარი რატო? შენ ეს ბოხმა 100 ეს ხარ. ამბავი ძველი. და ეს 100 ახლანდელი რა გამოდი გარეთ. რა და ელექტროშოკი დავადე, აბა კიდე ელექტროშოკი უნდა კიდე დატენვა უნდა ამას ისედაც ცხოველი ვიტა ჩემი დედასპეცა რატო ეხლა ის თვითონ დააგრეს ახაურებს წამო